კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი ბატონ გიორგი, მოგესალმებით. ბატონ გიორგი, მადლობა, რომ პასუხობთ ჩვენს კითხვებს. საზარელი მკვლელობა მოხდა ბათუმში და მე მუდმივად უსვამ ხაზს, რომ ეს ხდება მაშინ, როდესაც მზია ამაღლობელის პროცესს ვადევნებ ჩვენ თვალყურს, ხდება მაშინ, როდესაც პრინციპში პოლიციის ალყაში არის მზია ამაღლობელი, რომელიც უკვე არის დაკავებული და იყოფება საქალაქო სასამართლოს ეზოში. თქვენი პირველი შეფასება მინდა მოვისმინოთ, პირველ რიგში მინდა ჯერ მოვისმინოთ რაიმე დეტალი ხომ არ იცით აი ამ ამბავთან დაკავშირებით და ასევე პოლიტიკური შეფასებაც მინდა მოვისმინო იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება ბათუმში. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა შარფის შესაძლებლობისთვის. მართალი ბრძანეთ თქვენ შესავალში, მაშინ როცა დღეს მაგალითად მთელი დღის განმავლობაში ათეულობით რაღაცა პოლიციელის ალყაში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლო და ესე არის სულ მუდმივად ზიას პროცესებზე ამ დროს არის ქალაქში ის ამბავი რაც ხდება. მაშინ როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო, არ ვიცი მე გენერალური პროკურატურა თუ რა ვიცი სხვა სამსახურები, ძალოვანი უწყებები დაკავებული არიან იმითი რომ რაღაცა მზია ამაღლობეს არასებული ბრალი დაუმტკიცონ, დაიცვან მისი სასამართლო პროცესები მშვიდობიანი მხარდამჭერებისაგან არ ყვევენ რა ხარისხის სიწითლე ქონდა მიღებული ბატონ გებუაძეს სილის გაწმის შემდეგ და ასე შემდეგ. ამ დროს ხდება ქალაქში ის რაც ხდება და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში თავის ადამიანების ჩაცხილვა ნამდვილად არ უნდა იყოს ჩვეულებრივი ამბავი ბათუმისთვის, სადაც უამრავი ადამიანი ცხოვრობს, ეხლა მით უმეტეს სეზონზე ასევე კიდე დამატებით უამრავი ტურისტი არის შემოსული, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის ძიმე საყურებელი. მაგრამ ესე ხდება ხოლმე იმ დროს, როცა ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება თუ სხვა ძალოვანი სტრუქტურები ანგარიშვალდებული, ხალხთან კი არ აქვს ან თავისი საქმის შესრულება კი არ არის მათთვის პრიორიტეტი, არამედ გაცემული პოლიტიკური დავალება და ეს პოლიტიკური დავალებები ხო პოლიტიკური დევნებია ძირითადად რეჟიმის მხრიდან რაც მომდინარეობს. ამიტომ ლოგიკურია რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ მინდის აქამდე, როცა მაფიოზურ კრიმინალურად ხდება ჩვენს ქვეყანაში უმაღლეს დონეზე საქმეების გადაწყვეტა რაღაცა უნდა იყოს მე გასაკვირი ის ამბები რაც ახლა ბათუმში ხდება, მათ შორის ასევე გუშინ დაცხილვა და ასე შემდეგ. კი ბატონო და ასევე ძალიან მინდა თქვენი მოსაზრება მოვისმინო ინკასოსთან დაკავშირებით. ბათუმელების ინკასო პარალელურად მზია ამაღლობელი დაკავებული, რამდენად ხედავთ კავშირს ამასთან დაკავშირებით, როგორც კიდევ ერთი სასჯელის მექანიზმი არა მხოლოდ მზია ამაღლობელთან მიმართებაში, არამედ თავისუფალი მედიასთან მიმართებაში თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ორი მედიას საშუალება უზარმაზარი დავალიანებით აგრძელებს მაუწყებლობას. რა თქმა უნდა, სახელმწიფო მედია საშუალებებს გულისხმობ. რა თქმა უნდა. ეს არის, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირში ერთმანეთთან ივანიშვილმა დიდი ხნის წინ გადაწყვეტა, რომ ამ ქვეყანაში ყველა თავისუფლად მოაზროვნე ადამიანის ან რაღაცა შესაბამის ინსტიტუციის წინააღმდეგ ბოლომდე უნდა ებრძოლა და მისი შეტევა მედიაზე არ არის ხო ახალი ამბავი. მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ ჩვენ ყველანი ვხედავთ აქ ბათუმში და არა მხოლოდ ბათუმში ძალიან კარგად ჩანს მთელი ქვეყნიდან რომ საგანგებო მუშაობის რეჟიმზე არის გადასული ბათუმელებიდან ნეტგაზეთი და მიუხედავად იმ ზეწოლისა რაც მათ წინააღმდეგ მიმდინარეობს ის შეუძლებელს აკეთება ხო თავის საქმესაც პროფესიონალურად ემსახურებიან რა თქმა უნდა არიან კრიტიკულები მის წინააღმდეგ უშუალო საკითხზე ისინი პირველები და ასევე ძალიან კარგად ვხედავთ იმასაც, რომ მზიას დაცვის ნაწილშიც ბოლომდე არიან ჩართულები, ისე როგორც ამ დემოკრატიზაციის დაცვის ნაწილში. ამიტომ რა არის გასაკუთრებული რეჟიმი თუნებული ორი თანხა რომელიც არის საუბარი ძალიან ბევრი უბრალო ადამიანის პატრიოტი ქართველი თუ ისმის მაბოდის გიხდით მე მგონი განახლდა ხმა ტექნიკური ხარვეზი იყო თუ არ ვცდები და განახლდა თქვენი ხმა შეგიძლიათ განაგრძოთ საუბარი. მე დარწმუნებული ვარ რომ გაზეთი ბათუმელები დანეთ გაზეთი გაუძლებს ამ ზეწოლას და მათ ფუნქციონირებას პრობლემა მათი ფუნქციონირება გაგრძელდება მოკლედ და უამრავი ადამიანი ჩაერთვება ამ ყველაფერში და მიიღებს მონაწილეობას მაგრამ არ ვიცი ის მონა თუ არა წინა ნაწილში ჩემი ხმა ის რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ნაწილში არის თანმიმდევრული ჩვეულებრივი ამბავია ხო ის თავს ესხმის ყველაფერს რაც მისი რეჟიმისთვის წარმოადგენს საფრთხეს და ვინ თუ არა დღეს მზია ამაღლობელი და ბათუმელები წარმოადგენს ნამდვილად საფრთხეს ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმისთვის.
და ასევე მინდა აუცილებლად კითხოთ, რომ სინდისის პატიმრების საქმის განხილვაზე ითხოვს დასწრებას ეუთო ოდირის დამკვირვებლები ითხოვენ მონიტორინგის კუთხით და ამ მიზეზით მე მინდა კითხოთ თუ არის რა მოლოდინი გაქვთ ამასთან დაკავშირებით, როგორ ფიქრობთ, არ ვიცი, რა პასუხი შეიძლება გქონდეს აქ უკვე რეჟიმის, როგორც თქვენ უწოდებთ და მთელი სამოქალაქო საზოგადოება მათ წარმომადგენლებს პასუხად. დღეს ამ თემაზე თქვენ ნახეთ ალბათ იყო საანგებო განცხადება ჩვენი პარტიის ამის შესახებ. აქაც ფაქტია, რომ ბოლომდე ცდილობს იზოლაციას ჩვენი ქვეყნისა ზოგადად არანაირი ყველანაირი სადამკვირვებლო ჯგუფი, სადამკვირვებლო მისია, რაღაცა გარედან ჩართულობა ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ნებისმიერი ორგანიზაციის მხრიდან აღიქმება ივანიშვილისთვის საფრთხეს და ის რავი შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს ღებულობს თუ რავი ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს იყენებს იმისთვის რომ კიდევ ერთხელ რომ ბოლომდე ჩაკეტილი ქონდეს ყველაფერი ის რომ სასამართლოში თქვენს კოლეგებს გადაღების უფლებას აღარ აძლევს რა ვიცი მართლაც ცდილობს რომ ბევრი ათეული წლით უკან დაგვაბრუნოს და მსგავსი ტიპის სასამართლო პრაქტიკა დაამკვიდროს უკვე საქართველოში ესეც ხადია. მოკლედ ეს არის ხალხო რეჟიმის ბუნება. ეს არის მათ შორის რეჟიმის ბოლო. როცა ბიძინა ივანიშვილი ხვდება რომ აი კიდე უფრო და უფრო უნდა მოუჭიროს ახლა დემოკრატიას, სიტყვის თავისუფლებას, კიდე უფრო მეტად უნდა დევნოს თავისუფალი ადამიანები, რათა რეჟიმმა ძალაუფლება შეინარჩუნოს, მაგრამ ეს ყოველთვის თავდება რეჟიმის დამარცხებით. ყველა ასეთ ქმედებაზე საზოგადოებას აქვს კიდე უფრო მკვეთრი რეაქცია რეჟიმის საწინააღმდეგოდ და კიდე უფრო მეტი და მეტი ადამიანი ხმამაღლა ამბობს თავის სათქმელს. ისიც რომ რამოდენიმე გუშინწი, ხო, თბილისში წარმოუდგენელი სიცხის პირობებში ამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, რა ვიცი, ივლისის შუარიწყებში პრაქტიკულად ბოლოში, ხო, ეს ხო ძალიან კარგად აჩვენებს იმას, რომ გაბრაზება ივანიშვილის წინააღმდეგ და მისი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ჟინი კი არ რაღაცა გაჩერებულა ან რაღაცა სადმე კი არ წასულა, პირიქით. კიდევ უფრო და უფრო მეტად იზრდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ასეთ ქმედებას რეჟიმის მიერ განხორციელებულს კიდევ უფრო მეტად მკაფიო და მკაცრი პასუხი მოხდება ქართული საზოგადოების მხრიდან და ბოლო-ბოლო რეჟიმი ჩამოიშლება და დიდი დრო დარწმუნებული ვარ, რომ ამისთვის ჩვენ არ გვაქვს დარჩენილი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ გვერთვებოდით, უნდა დაგემშვიდობოთ